მოგესალმებით ყველას, ქალბატონი ქეთის პარტიის ხმისმიცემი კაცი არის თქვენთან და დღევანდელი ვიდეო შეეხება სწორედ ქალბატონ ქეთის და მის აღარ ქმარს. მოკლედ სახელები ხა არ მახსოვს, არც გვარი მახსოვს, მე მგონი ედი გუნაშვილი ქვიათ რაღაცა ეგრე. მაგრამ ვიდეოებს ვნახავთ და ყველაფერს გავიგებთ. მანამდე კიდე პატარა ისტორიას გეტყვით, მე რაც ვიცი ამ ადამიანებზე და რაც გავიგე, მაგრამ დარწმუნებული ამ ისტორიაში არა ვარ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გავიგე TikTok-იდან და რაც მოვისმინე, იმას გავიმეორებ ფაქტიურად ეხა. ერთი ის გავიგე, რომ რამდენიმე ქმარი ყავდაო ქეთისო, ეგრე ამბობენ TikTok-ზე, ამბობენ კიდე იმას, რომ შვილი ყავდაო, მაგრამ მე ვითომ შვილი აღარ ყავსო ეხა ვიღაცამ სხვამ წაიყვანაო, რაღაცა მსგავსი ისტორიები იყო. ამბობენ იმას, რომ რამდენიმეჯერ გათხოვდაო კიდე, მაგრამ მე გაშორდაო იმ ქმერებსო. და მოკლედ ერთი ამბები არის რა ეგეთი აი მსგავსი რაღაცა ინდური და თურქული სერიალებით. რაც შეეხება კიდე მის ქმარს, დარწმუნებული არც მაგაში არა ვარ, მაგრამ თვითონ თქვა ვიდეოში, რომ სამი შვილი მყავსო, მაგრამ ვიდეოებში თავად შვილებს არ აჩენენ და დიდი ვარაუდით კიდე ეგენიც სხვა ქალიდან არის, ანუ ეგ შვილებიც რა, დიდი ვარაუდით. ხო და მოკლედ რაც ხდება ახლა აქ, ვინც თვალს არ ადევნებდით თავად ქეთის, დიდი ხანია რომ უკვე რაც TikTok-ზე არის ეს ადამიანი და მოღვაწეობს ასე რომ ვთქვათ და რაღაცა მუსიკებს აკეთებს. თავიდან დაიწყო იმითი რომ შეკვეთებს იღებდა ქართველებისგან, რომ აი 50 ლარად თუნდაც ასე გიმღერებო, მერე კიდე 100 ლარად ცეკვეთს იქნება და სიმღერაც იქნებაო. დაახლოებით იგივე ტაქტიკა არის, რასაც იყენებს დარბაიძე და კიდე ბევრი სხვადასხვა ეს ვითომ TikTok-ერი ინფლუენსერები. ხო და საბოლოოდ ისე პოპულარული გახდა უკვე ეს ადამიანი, რომ აი ძალიან შეუყვარდა, ბევრი კიდე დაცინის, ბევრი კიდე ეღადავება, ბევრი კიდე რაღაცა მსგავს აკეთებს, ან კიდე ხა ასაკი რო აქვს ადამიანს, შესაბამისად ვერ ხვდება რაღაცებს, რაც თანამედროვე არის და მაკედან გამომდინარე კიდე უფრო და უფრო ეღადავებიან და როცა ეღადავებიან და ვიღაცა რო ურეკავს და რაღაცას ეუბნება, ამ ადამიანს გონია რომ ეგ ყველაფერი არის მართალი და მაგას მერე მარტივად იჯერებს. მაგალითად ვიდეოები იყო, სადაც ამბობს იმას, რომ მირეკავს ვაგერო ხალხიო და მეუბნება იმას, რომ მე უნდი ვარ მაგათ პრეზიდენტათო რა, ზოგიერთი მოდისო და მეუბნება რომ მერი უნდა რომ გავხდეო და ჯერა რა ამას და მის ქმარსაც კიდე ამჯერა, ან კიდე თავად ეს ხალი აჯერებს მის ქმარს რომ ესე რაღაცები ხდება და ვიღაცას უნდა ეს ადამიანი პრეზიდენტად. ამის გარდა კიდე ისტორიას რო დავამატო, რაც შეეხება ქეთის და კიდე მის ქმარს, როგორც ვიცი ერთმანეთი გაიცნეს რაღაცა 2 დღეში და მესამე დღეს დაქორწინდნენ. რაღაცა ეგეთი მსგავსი ინციდენტი იყო კიდე ამათ შორის. და ამის გარდა კიდე როცა ვიღაცა ვიდეოს გააკეთებს ამ ადამიანზე, ანუ ქეთიზე, ეგრევე გამოდის ვიდეოს წერს და ამბობს იმას, რომ წავედი ახლა მე პოლიციაში გიჩივლებთ, აი ცუდი რო არ თქვას მე რამე რა, ყველაფერი კარგი რო ახსენოს, ყველაფერი რაღაცა რო თქვას, მაინც იძახის იმას, რომ წავედი ახლა მე პოლიციაში გიჩივლებო. ხო და დიდი ვარაუდით ახლა ჩემზე გააკეთებს კიდე ვიდეოს და იტყვის იმას, რომ მიჩივლებს, მაგრამ რა ვიცი, საჩივარი ამ ვიდეოს რა აქვს, არ ვიცი მართლა. რასაც კიდე გეუბნებით, რაც TikTok-ზე გავიგე, იმას ვიზახი და მეც არაფერს. რო გავაგრძელოთ ახლა კიდე ისტორია, მოკლედ ქართველები ურეკავდნენ, მერე კიდე ეღადავებოდნენ, რომ ესეთი მუსიკა მინდაო, მერე კიდე ქართველებმა დაიწყეს იმის გატესტვა, თუ რამდენი ენა იცოდა, ხო და ზოგიერთი იყო გამოსული და ურეკავდა ამ ადამიანს და ელაპარაკებოდა რუსულად. და ამ ადამიანმა რუსული თითქოს არ იცის და ერთი და იგივე სიტყვას იმეორებდა, ან კიდე იმ სიტყვებს იმეორებდა, რასაც ეუბნებოდა დამრეკი ადამიანი. მე კიდე გატესტეს ის თუ რამდენად კარგად იცოდა ინგლისური, ხო და ზოგიერთი იყო, ვინც რეკავდა და ელაპარაკებოდა ამ ადამიანს ინგლისურად. ხო და ეხლა ქართველი როცა ხარ და ქართველი TikTok-ერი რო ხარ, რატო უნდა ელოდო იმას, რომ ვიღაცა ამერიკელი თუნდაც დაგირეკავს და გეტყვის, რომ ქართული სიმღერა მიმღერეო, როცა იმდენი სხვა ადამიანია, ვინც მსგავს ამას შეასრულებს. მაგრამ მარტივად ჯერა ყველაფერი და არ ვიცი ეს მენტალური რაღაცა არის თუ მართლა ესე ჯერა და მართლა ესეთი მარტივ დასაყოლიებელი ადამიანია, მაგრამ რაც ხდება და რაც არის. ხო და სხვათა შორის ახლა სანამ კიდე ქეთი იმას იტყვის, რომ მე ახლა წავედი, ყველას უნდა უჩვილო, მე წავედი ახლა ეს უნდა გავაკეთო, სანამ მსგავს რამეს იტყვით, რომ მე ვიღაცას უნდა უჩვილო, იმიტომ რომ ვიღაცა ჩემს ვიდეოზე აკეთებს რეაქციასო, რაც არის ლეგალური, მანამდე უნდა დაფიქრდეთ იმაზე თუ თქვენ რას აკეთებთ. ეხლა მე რო გამოვიდე და რაღაცა ჩავწერო ძალიან ცუდი ვიდეო, სადაც აი გოგოსთან ერთად ვაკეთებ თუნდაც 18+ რაღაცა აქტს. და ეგ ვიდეო რო დავდო მე YouTube-ზე რა და YouTube-მაც კიდე რო არ წაშალოს ამდენიმე დღე. მე ვიღაცა რო გამოვიდეს და გამლანძღოს მე და სამართლიანად სხვათა შორის და თქვას, რომ აი ეს რა არის, აი ამ ბიჭს ესე ხო არ აქვს, ეს ბიჭი ხო არ გამოიმასკნდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვიდეო დადო. და მე რო ავდგე მე და დავუწყო მაგ ადამიანს სახელი, რომ წავედი ახლა მე გიშვილო შენ, ანუ რანაირად შეიძლება რომ ეგ გავამართლო, რომ მე იმას ვუჩივლო, როცა ძალიან სამართლიანად გამაკრიტიკა, იმიტომ რომ მე რაღაცა უაზრობა დავდე ინტერნეტში და ეგ არის ჩემი ბრალი და არა იმის ბრალი, რომ ის მიშივის მე. შესაბამისად,
რაღაცას რო დებთ ინტერნეტში, უნდა დაფიქრდეთ, რას დებთ. მაგალითად, კეთიმ და მისმა ქმარმა ცოტა რა ვიცი ისეთი ვიდეოები დადეს ინტერნეტში, რაც მე ვნახე, რომ რაც მოვყევი ახლა ამბავი რა 18 პლუსობაზე დაახლოებით ეგეთი იყო, მაგრამ არაფერი არ ჩანდა რა, პროსტა მუცელზე ედო თავი მის ქმარს და მე უკვე წარმოდგენა ჩართეთ თქვენს. კარგი, მე მგონი უკვე ისტორია მორჩა. ეხლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ვიდეოების ნახვა, ერთ კიდე დავამატებ არა რომ კეთი არის ძალიან ეჭვიანი გოგო და შესაბამისად ქალი. ხო და შესაბამისად 1-2 ვიდეო ვნახე, სადაც უჩა მიდიოდა რაღაცა ქუჩაში პროსტა და გვერდზე გაუარა ვიღაცა ახალგაზრდა გოგომ. და ეს კეთი ეუბნება უჩა მოგეწონა ეს გოგო თუ რა ხდება ერთია და უჩა კიდე შესაბამისად შეშინებული არის და იძახის იმას რომ არა კაცო არა რა მომეწონა ეგ გოგო არ მომწონებია მე არანაირად. ანუ დაშინებული ყავს კეთის ეს უჩა რა თითქოს გეუბნება რომ იარაღით ადგას და ეუბნება რომ აი მე უნდა მომეწონო მარტო. მაგრამ ეს ყველაფერი ასე თუ ისე გამართლებულიც არის, იმიტომ რომ იზე დასაკში არიან ეხლა რომ აი წარმოიდგინე მე რო ვიყო სიტყვაზე რო თქვა, ეხლა ესენი არ არიან 80 წლის, მაგრამ სიტყვაზე ავიღოთ, მე რო ვიყო ეხლა 80 წლის და ვიღაცა გოგო ვნახო, ვინც 60-ის არის თუნდაც 70-ის არის, რა თქმა უნდა ეხლა მაგ გოგოს გარდა 80 წლის კაცს სხვა ვინ შეიყვარებს. არავინ. ხო და ისეთ სიტუაციაში ვიქნები რომ მეც მომინდება მაგ ურთიერთობის დაცვა და ვიქნები მეც რა თქმა უნდა ეჭვიანი რა მოკლედ. ხო და მაგ ეჭვიანობის გამო და იმის გამო რომ ხალხმა რამდენიმეჯერ დაიჭირა კეთი რომ უჩას ამბობს ეგეთ რაღაცებს რომ ის მოგეწონა ეგერ იმაზე რა სიტყვა ეგერ იმ გოგოზე და მე ეჭხვება აი რატომ მოგწონს ეგო. მაგედან გამომდინარე AI-ის დახმარებით ხალხმა უკვე დაიწყო ვიდეოების გაკეთება, სადაც ქალებს აჩენენ და ეს ქალები ლაპარაკობენ ქართულად და ამბობენ იმას რომ კეთი შენი ქმარი ჩემი არისო, ან კიდე კეთი შენი ქმარი ჩემი იყო. და მოდი ახლა დავიწყოთ პირველი ვიდეოთი და ვნახოთ თუ რას ლაპარაკობენ. კეთი ეგიდუნაშვილო, შენთვის ჯობია თავი დაანებო უჩას. შვიდად გესაუბრები ხო ხედავ? ის შენი არასოდეს იქნება. უჩა მხოლოდ მე მეკუთვნის და ეს ყველამ უნდა გაიგოს. ეხლა ბოლომდე ვერ ვიცი, იმიტომ რომ კატას ძინავს ჩემ მხარზე. არ ვიცი, აი გაჩვენეთ ფოტოსაც მე. რატომღაც ამ კატას გონია რომ თვითიყუში არის და ყოველთვის მხარზე მაზის, აი როც დავდიოდე, მაინც ჩემ მხარზე არის. ხო და ესეთ ვიდეოებს აკეთებენ, ეხლა რა თქმა უნდა ეს მარტივი მისახვედრი არის ჯენზისთვის, იმიტომ რომ ვიცით უკვე AI რაც არის, ვიცით უკვე Photoshop-ი რაც არის, მაგრამ ასაკიანი ადამიანისთვის ეს ცოტა რთული მისახვედრი არის და შეიძლება ვერ გაიგოს რა ხდება აქ. სხვადასხვაშორის მეც რომ ნახე პირველად ეს, აი ხმას რო არ დაკვირებულიყავი და ხმა არ მომესმინა, შეიძლება მართლა მეგონებოდა ეს რომ იყო რეალური ვიდეო. და წარმოიდგინე ეხლა პროსტა რამდენი ურთიერთობა შეიძლება გააფუჭოს AI-მ როცა ვიღაცაზე შეიძლება ვიდეო გააკეთო რა, თუ ეხა ვიღაცა გოგო არიან ბიჭი არის, ვინც ძალიან ჭვიანი არის და მე მაგის შეყვარებული შენ ვიღაცა სხვა ადამიანთან გააჩენ და იტყვი იმას რომ აი მე და ეს ერთად ვართო და მე მაგ ვიდეო ჩავუგდებ შეყვარებულს. ანუ ამ ბიჭი იქნება ან გოგო რა. და შეიძლება მართლა დაიჯეროს და გადაირივა ტიპი აი ჩემი შეყვარებული მე მღალატობს. და რა თქმა უნდა ეხლა ამ ასაკიანებისთვის ეგ უფრო დამოჯერებელი არის და შესაბამისად კეთიმ ნახა ეს ვიდეო, მე უჩას უთხრა ის რომ მოდი ეხლა ვიდეო გადავიღოთო, იარაღით დაადგა თავზე და აკეთებიებს ამ ვიდეოს. TikTok-ზე ქერა ხალილო ლაპარაკობს ხალხო. მოდი ემაგან დამანებოი თავი, შემეშვას, მე გარამჭირდება, მე კეთი არ სოდეს არ უღალატებ, მე კეთის არ მივატოებ და დავაი დაახვიოი. ჩემი ცხოვრებიდან. და მივდივარ პოლიციაში. შოთო სიხარულიძესა და ისე შოთა სიხარულიძე არ ვიცი ვინ არის, აი ახსენებენ რა სულ იმას რომ შოთა სიხარულიძე, მაგრამ ვინ არის არ ვიცი და ვერც გავიგე. მაგრამ თუ დააკვირდებით, აი ამ ვიდეოებში არის ერთი რაღაცა pattern რა, რაღაცას მიყვება რა ეს ვიდეოები ყოველთვის. რაც არის ის რომ თითქოს გეგონება კეთის აქვს რაღაცა სკრიპტი დაწერილი უჩასთვის და უჩა კითხულობს მაგ სკრიპტს და თუ რაღაცა შეეშლება ან თუ რაღაცა სკრიპტს ვერ ამოიკითხავს, მაშინ ეს ახსენებს რა პოლიციაში მივდივარო და ვიდეოებიო რა რაღაცა ესე შეახსენა, ვითომ ხმა არ ისმის.
არა და მე მგონია რომ უჩას სულფეხებზე კიდია ხა ეგ ვიღაცა ქერაქალიც, სულფეხებზე კიდია Photoshop-იც, AI-იც და ყურადღებას არც აქცევს და არ მგონია რომ უჩას საერთოდ TikTok-ს იყენებდეს, უბრალოდ ნახა ვითომ ქეთიმ და იქიდან გამომდინარე რომ ვითომ ხალხს გააგებიოს რომ არ აინტერესებს, აი ძალით დააჯინა და ძალით ჩააწერია ეს ვიდეო. საერთოდ შეგვეშვით, თორე მთელი ხალხი არის უკვე თქვენს წინააღმდეგ აღძრავს საჩივარს და აი ეგ ვიდეო თუ არ გაქრება პოლიციაში. ვაზისუბნის პოლიციაში დაგიბარებთ ორივეს და იქ აგებთ პასუხს. ხო, ცისოუჩ. კატას უყურებს და გადაერია ტიფი. ესე იგი, ხალხი არის თქვენ წინააღმდეგო აჯანყებულიო და რაღაცაო ამაში გულისხმობენ იმას, რომ კიდე AI-ით აკეთებენ ვიდეოებს, სადაც რავი რაღაც ათასობით კაცი არის და ხელში უჭირავთ პოსტერებით რაღაცები, სადაც ამბობენ იმას, რომ ქეთის თავი გაანებითო, ქეთი ჩვენ გვიყვარხარო და ქეთი შენს მხარეს ვართო და ეგეთი რაღაცეები და მაგას მე მგონი გულისხმობს ისე, რომ ვითომ ხალხი არის ამისკენ და ვაზისუბანს კიდე რაც შეეხება, არ ვიცი, აი მართლა თუ მიაქვს ამდენი საჩივარი გადატენილი იქნება ვაზისუბანი მარტო ქეთის საჩივრებით. შეიძლება რაღაცა ცუდი მოხდეს, მაგრამ იმდენი საჩივარი აქვს ამაში ტანილი, რომ იმ ცუდს გადადებენ და ამის საჩივრებს გააკეთებენ. თან კიდე AI გოგო მიყავს ვაზისუბნის პოლიციაში. ეს კიდე მეორე ფოტო არის, სხვადასხვა ძალიან მაგრად არის გაკეთებული რა, ეხლა ამას მე უყურებ და მარტივად კი რავი ვარჩევ, მაგრამ წარმოიდგინე ეხლა ბებიებს ჯერა ყველაფერი, რო გამოიყვანო ეხლა მოლაპარაკე ძაღლი და მაგის ვიდეო ვაჩვენო, ბებია იფიქრებს იმას, რომ აი ეს მართალი არის ეხლა და მართლა ვიღაცამ ძაღლს ასწავლა, რომ ილაპარაკოს, რაც შეუძლებელი არის, მაგრამ ნუ დაიჯერებენ და ეხლა წარმოიდგინე ამ ფოტოს რო ვაჩვენებ ქეთის, ხო დაიჯერებს რომ ეს მართლა უჩა არისო ვიღაცა ქერაქალთანო. თან ყველა ქერა არის, რატო არ ვიცი, ალბათ ქეთი რო ცოტა შავგრემანი არის, ვითომ ქერას აჩრენ აქ რო რაღაცა უფრო თან თაგავე. თან თაგავე რა ვიდეოების ქვეშაც და კიდე ვიდეოების აღწერაშიც რო ნახოს უეჭველი და მე კიდე ვიდეო ჩაწეროს რო ეჩხუბება უჩას. აი აქ რა ხდება პრო ეგ რა იყო, ანუ ესეთ ვიდეოს რო დებ და ვიღაცას გაეცინება და მე იმის გამო რომ ვიღაცა იცინის, წავედი ხარ პოლიციაში. კაი რა, რატო შევიდე? ეგ რა იყო, ანუ რა ვიდეო იყო ეგ საერთოდ ნახდებოდა მანდ. მალე ჩვენი გახდები, ქეთი კირპიჩას შეშვი, შებოზო პოტოლო. მოკლედ როგორც გითხარით, ხალხზე აკეთებენ რაღაცა AI-ის ხო ვიგულისხმე რომ აკეთებენ მსგავს ვიდეოს, ოღონ იქ ბიჭები არიან და ბიჭები ქეთის იცავენ და გოგოები არიან კიდე ვინც უჩას იცავს და იძახის იმას რომ უჩა ჩვენი არისო. ეს კიდე მეორე ფოტო, სხვადასხვა ეს არის, რავი, ძალიან გავს რა რეალურს და მე მგონი თავად ქეთის აქვს კომენტარი გაკეთებული აქ. ეს კომენტარი არ მინახავს ერთი წამი? ხო, აი, როგორც ჩანს ქეთიმ დააწერია ეს კომენტარი. კიდე გეუბნებით, ანუ ქეთის აკაუნტით არის შემოსული და ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ სულ მკიდია ღლეზე ეს ფოტოშოკი. უჩავარ ქეთი უბედნიერია ჩემს ვერდით. 24 საათი ერთად ვართ. არ ვიცი, ანუ შველა უნდა თითქოს ამ კაცს, თითქოს გეგონება რომ რავია, არ მინდა რომ ეხა რაღაცა მოვიგონო რა, პროსტა სიტყვაზე ვიძახი. შეიძლება ძალადობს, არ ვიცი ქეთი ამ კაცთან რაღაცა ეგეთი მსგავსი, მაგრამ ფაქტი არის რომ უჩას ფეხებზე კიდია საერთოდ ეს TikTok-ის ფეხებზე კიდია ეს პროცეს, ფოტოშოპები და მსგავსი რაღაცები, პროსტა გეგონება რომ ქეთი აძალებს რომ აი მიდი ეხა ამას უპასუხე, მიდი ეხა ეს გააკეთე, მიდი ეხა ეს დაწერე, მიდი ესეთი რაღაცა თქვი და როცა შეეშლება რაღაცა მე ვიდეოშივე ახსენებს კიდე რომ ეს არა ის თქვი, არა ეს არა, აქ ეს თქვი. თითქოს ეგეთი რაღაცა არ ვიცი სიტუაცია არის რა. ქეთი ეგიდუნაშვილის ჩივილის შემდეგ ვიდეოს ჩაწერის გამო ვაზისუბნის პოლიციამ ქერა გოგო დაიჭირა. აი ეგ ვიდეო ქეთიმ კი არა მეც დავიჯერე. აი მართლა რო უყურებდი მაგას, ფაქტობრივად მეც მჯეროდა მაგ ვიდეოსი. ტოკზე ქერა გამოდებილებულო ქალო. უჩას სუკიდი ხარ და არა ინტერესებ. მაგ ვიდეოს თუ აწაშლი ხვალე ვაზისუბნის პოლიციაში შენზე და შოთო სიხარულიძეს საჩივრები იწერება უკვე. უჩა იგეთი გამწარებულია.
ისეთი საჩივრები უნდა უჯასულ ფეხებზე კიდია AI-ის და ეგ ვიდეო. შოთა სიხარულზე გასაგებია. მე მგონი ადამიანია, ვინც აკეთებს ამ ვიდეოებს. ერთი წამი უნდა ვნახო ეს. ანუ ეს ადამიანია, ვისაც უდევს რამდენიმე AI-ის ვიდეო და პლუს კიდე ეს ადამიანია, ვისაც უდევს ამათი ურთიერთობის რაღაცა ვიდეოები. დიდი ვარაუდით იწერს ამ ვიდეოებს, სანამ წაშლიან ქეთი და მისი ქმარი და მე ეს ადამიანი დებს მაგას საკუთარ გვერდზე. და მაგითო იძახის სულო უშვილებ, ეხა გასაგებია ყველაფერი. სხვადასხვა კიდე background მუსიკად სულ რატო ისმის ტელეფონის ზარის ხმა. წინა ვიდეოში ხმა ისმოდა მაგზარის, ეხაც კიდე ხმა ისმის მაგზარის და გავაგზავნოთ მოდი. დაგიწეროთ და არასდროს უჩაქეთის თავს არ ანებებს. ეგ იცოდეთ. იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. კარგად დაიმახსოვრეთ და ყოველთვის ქეთის გვერდით იქნება. თქვენ კი გიჩივლებთ და პასუხისმგებაში წამოყვანთ ვაზისუბლის პოლიციაში ხვალ. მე მინდა თქვა ქეთი ყოფილა მაგარი ნიჭიერი ადამიანი. მაგარი გაგებული პოლიტიკური გოგო, რომელიც ურეკავენ მერიიდან საინაღარ ურეკავენ. აი კიდე ხმა თუ გესმით, ხა კიდე ტელეფონის რეკვის ხმა ისმის, ანუ ვიღაცა ზარს უშვებს და ესენი ან არ პასუხობენ, ან კიდე სიამოვნებთ მაგის ხმა, არ ვიცი, აზრი არა ვარ. მაგრამ რატომაც მგონია რომ ამ ვიდეოშიც კიდე ადგა ქეთი და უთხრა რომ მოდი ხა ვიდეო გააკეთე, სადაც შენ მაქებ და შენ ზეძახი მსგავს რაღაცებს, იმიტომ რომ ბოლოში თავად ქეთისგან მოდა რაღაცას იტყვის ერთი წამი. ამ გოგოს რო პრეზიდენტად იქნება თუ რა იქნება რომ დაგსვამთო და ჩვენი მხარეთ ჩვენ ყველანაირად ყურადღება მოგაქცევთ. ამას თავიდანვე პატრონი ყოლოდა. ეს იქნებოდა მაგარი წესიერი გოგოა იგერეთან და ჩამოყალიბებულია უფრო უკეთესი. მაგარი განათლებული გოგო. აი ეხლა მე მგონი შეახსენა რომ მაგარი განათლებულიო რა და ამალაც კიდე გაემეორა. გეუბნებით ანუ ის არის მთავარი. ეს არის უბრალოდ აი ფაფეთი რა, მართავს შეულებრივად. ეს არის რაღაც სასწაული ნიჭიერი გოგო რო იტყვია და მე თავს ავხრი ამის წინაშე და მე მჯერამ ყველაფერი. ძალიან ამჯერამ. და დიდი მიღწევები ექნება ამას. აი დიდი მიღწევები ჩემო გაიხალხო. პრეზიდენტად არ ხომ პრეზიდენტად გასვავია რომ მაგრამ ყველა რელიგიურად და პოლიტიკურად ყველაფერს ვაკეთებ და ხალხი მირეკა საქართველოსდან და ქეთევა გვინდა ქალაქის მერი გახდე, ქეთევა გვინდა ამ იმაში მოგიწვიოთ და მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ პოლიტიკაში ძლიერი ქალბატონი ხართ და გვინდა რომ იყოთ ჩვენს გვერდით. არის ასეთი შემოთავაზებები. და ამას ეხა ეს ყველაფერი 100%-იანი არის რომ ჯერა. აი მე რო ეხა ვიღაცამ დამირეკოს რენდომად და ჩემი გამომწერელი იყოს და მე გადავებოდეს რომ წამოდიო აგერ პრეზიდენტად უნდა დაგშოთ ეხაო და მეც კიდე გადავერიო და აღნიშნა დავიწყო უკვე და ეგერ ძმაკაცებს დაურეკო რომ აუ ბიჭებო პრეზიდენტად ვინიშნები უკვე და ამასობაში ვიღაცა ბიჭი არის ჩემზე უმცროსი ვის მე გადავებოდო პრეზიდენტად უნდა დავინიშნო. და ანუ ეს ასე თუ ისე და მეტნაკლებად კიდე ხალხის ბრალიც არის რომ ხალხის ბრალიც არის, მაგრამ თან კიდე თავად ადამიანებს ურეკავენ იმასაც მენტალიტეტი უნდა ქონდეს ცოტა ძლიერი და არ უნდა იყოს ერთმანეთს სულელი ადამიანი, თორე ნუ ხედავთ უკვე რა ხდება აქ რომ ყველაფერს იჯერებს. ვიღაცა დაურეკავს, ეტყვის იმას რომ ძალიან მაგარი მღერიო, ეს მერე კიდე მაგას იჯერებს, მე არ ვიცი როგორ მღერის, უბრალოდ ვიზახი რაც მინახავს იქიდან გამომდინარე. ან კიდე როგორც უკვე თქვა აგერ ვიდეოში, რომ ვიღაცა ურეკავს რომ პრეზიდენტი უნდა გახდეო, ამას კიდე ჯერა რომ მართლა პრეზიდენტი იქნება მალე, ან მინისტრი იქნება მალე და კიდე მსგავსი რაღაცეები. რაც კიდევ ეგ სურათები, გოგოე ქერა გოგოეთა რო კიდევ ჩემი სურათები. ფოტოშოკებია თუ რაც არის? ფოტოშოკი კიდე. ნუ კიდე ახსენებს და ის ეუბნება რომ აი ესე ილაპარაკეო, აი ესე თქვიო. თან ის რო უღებს კიდე არ ვიცი აი გეუბნებით, მე მგონია პირადად რომ უჩა აქ არის ტყვე და ეს იარაღით ასე ადგას ვიდეოს უკან და ეუბნება რომ ესეთი რაღაცა ილაპარაკე, თორე მორჩა შენი სიცოცხლეო. როგორ რაღაცა იცი, ვცდილობ რომ არ თქვა რაღაცა ისეთი სისულელე რომ მე მართლა დაიწყონ რომ აუ ეხა შენ ეგეთი რაღაცა როგორ თქვი, წავედი ხა მე ვაზისუბანში და ეგეთი რაღაცეები. ანუ ამ ყველაფერს სერიოზულად არ ვიზახი. ხუმრობ რომ ვიცოდოთ მაინც. ეგენი აიღე. თორე ცუდად წაგვივა საქმე ერთმანეთში. მოგმართავ შოთო, ეხლა მომისმინე კარგად, ჩემ მეუღლის არის სიამონა, ეგ იუმორია თუ რა არის აღიზ. შენ მეუღლეს კი არა შენ გაღიზიანებს ეგ იუმორი, თორე სუფეხებზე კიდია მაგას და დარწმუნებული ვარ რომ ტელეფონი შეიძლება არც გქონდეს, ან თუ აქვს ტელეფონი დარწმუნებული ვარ რომ მაგაში TikTok-ი არ იქნება ჩაწერილი. უბრალოდ შენ გაღიზიანებს და შენ გინდა რომ რაღაცა მოხდეს, თორე
იმას სულფეხებზე კიდია იქ. ზიანებს, რადგან მას ყავს ოჯახი, ყავს მეუღლე, ცხოვრობს ბედნიერად და ტკბილად. ჩვენი დუეტები, ჩვენი სიმღერები, ჩვენ გვეხება მეზაჩებს მეუღლეს. ეგ ვიდეოები თქვენ არ გიხებათ. როცა, რავი, გამოდიხარ და ვიდეოს დებ სოციალურ ქსელში, თან მით უმეტეს იცი თუ როგორი საზოგადოებას გიყურებს და რავი, ავრცელებ ყველგან მაგ ვიდეოს, მე უკვე ნებისმიერ შეუძლია რომ ეგ ვიდეო აიღოს და ფაქტიურად, ვერ იტყვი იმას რომ რაც კიდე ის გააკეთოს, მაგრამ უმეტესწილად აქვს რა უფლებები რომ მაგაზე რეაქცია გააკეთონ, მან კიდე უბრალოდ ილაპარაკონ მაგაზე. ეგ რა ვიცი, ჩვეულებრივი ლეგალური რაღაც არის ინტერნეტში. ეხლა თუ ვიღაცამ ძალიან ცუდი რაღაცა ვიდეო გააკეთა, რაც ჯერჯერობით არ განგვიხილია ჩვენ, მაშინ ეგ სხვა თემა არის, მაგრამ რასაც ხალხი აკეთებს, ეგ ჩვეულებრივი ამბავია ჩემი აზრით. გასაგებია რომ ფოტოშოპებია, არ სიამოვნებს ვიღაცა გოგოების გვერდზე ჩვენ მეუღლეს გადაღებული, აჭრელებული TikTok-ი. თუ არ აიღებთ, ჩვენ ჩავდივართ უკვე თელავის პოლიციაში. ვაზის უბანში უკვე გადაივსო ამათი საჭიროებით ყველაფერი და ეხლა თელავში გადავიდნენ. არ ვიცი რა. სხვადასხვის ბევრი გამოსული იყო და ამბობდა იმას, რომ იცი რა არისო, ესეთი ურთიერთობა მეც მინდაო, რომ ვითომ რა ქვია, უჩასნაირი კაცი მყავდესო მეცო, იმიტომ რომ უჩაო არ უღალატებსო არავისო, სულო უყვარსო ეგ ქეთიო და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად მე კიდე გეუბნებით, რასაც ვფიქრობ არის ის, რომ ქეთი აძალებს ამ ადამიანს ყველაფერს. თორე ამას სულფეხებზე კიდია TikTok-იც. მე უბედნიერად კაცი ვარ. ქეთი. გვარი? ეგიდუნაშვილი ქეთი. ხო გეუბნებით, ანუ ის ახსენებს ყველაფერს, თორე ამან არ იცის არაფერი. გამარჯობათ ხალხო. მე მინდა გითხრაგე. დუეტ მანდრო დებენ ჩემს სურათებს რო დებენ ქალებთან ერთად. აი, გაიგორეთ. ფოტოს რო დებენ ქალებთან. ამას რო ვიღაცას გაეცინება და მე წავედ ვაზის უბანში. ან თელავში. ან კიდე რაღაცა. ბიჭო, არ ვიცი რა. ამაზე პროსტა მინდოდა რომ ცოტა იუმორული ვიდეო ჩამეწერა და იმედია თქვენ სიხალისეთ, რავი, რაც ფიქრობთ კიდე ამაზე კომენტარებში დაწერეთ ყველაფერი. ეხლა კიდე მე წავედი, წარმატებით ყველას და დროებით. მოკლედ ვიდეოს ედის მორჩი ეხა და როცა ვაპირებდი რომ YouTube-ზე მეთქი ვიდეოს დავდებთქო, ეგრევეც მაგაცი მიგდებს. მეორე ვიდეოს არ შეიძლება ამ მორჩს და ეს რო გაჩვენდე ხა ესე არ გამოვა. იმიტომ რომ, უფრო ამტკიცებს იმას რომ ზუსტად იმ კაც ფეხებზე კიდია, მაგრამ ამას ფეხებზე არ კიდია და ეს აძალებს რომ ვიდეო ჩაწეროს, მე კომენტარი გააკეთოს, მე რაღაცა გააკეთოს და მოკლედ ასე შემდეგ. მოდი ნახოთ ვიდეო ხაბარი. თან გადაიღენე და სურათი მაინც. მე არავისთან არ გადამიღია, ხალო? ვისთან გადავიღო სურათი? არა, იქ შენ გვერდზე არ დავდივარ, ვისთან გადავიღებ? ხო შეიძლება იგრე გადავიღეთ და ამან გამაიყენა, მაგას ვიძახი უჩა. ფანები რო იღებენ ხოლმე. მე რა ვიცი მე ვისთან გადაიღე. შენზე ვიძახი. მე ვისთან გადავიღე, ხალო? მე არავისთან არ გადამიღია სურათი. აგეს მაგასა ეწერენ. სად გადავიღე? აბა მე რა ვიცი. თუ გადავიღებთ ერთ, არ გადავიღებთ დიდ. ხო და ერთხელ ხო შეიძლება მოხდა იგრე რომ გადაგაღებინა ამან როგორც სად დავნახე მე? ისე აი წარმოიდგინე პროსტა მოდი ამათ რო შევეშოთ ახლა საერთოდ ამაზე რო არაფერი არ ვთქვათ შეყვარებული ყავს აი ესეთი ეჭვიანი რომ ყოველ დღე გიწევს ამის მოსმენა რომ დღეს იმას გახედე გუშინ წინ იმას რო გახედე რატო გახედე ამას წინ იმას გახედე დღეს ვიღაცამ დაიკომენტარა დღეს იმა ვიდეო დაგილაიქა დღეს ამან ის აუ ესე იგი აი არ ვიცი აი როგორი გაძლება უნდა ქონდეს პროსტა რომ მსგავს ურთიერთობაში დიდი ხანი იყო და ხო ხედავთ ანუ ესე იგი თუ ვიღაცა უჩას გახედავს ან თუ უჩა მოკრავს შემთხვევით თვალს ვიღაცა გოგოს აი ქეთის აქვს თვალები მაგაზე მიცქერილი რა და ეგრევე ახსენებს იმას რომ ეგ არქნა ის არქნა რატო გახედე იმას რატო გახედე ამას აი არ ვიცი ყოჩახის უჩას აი ხო გეუბნებოდით მე მეთქი ეგ კაცი არის ტყვეთქო და ყოჩახრო ესე მაგრად უძლებს აი მართლა მე გადავიანიო ვიცნო მაიცაიდან ადებენ ამ რაღაცებს შენი შინაურები დებენ პორტოხალა ისენ და ისენი რო გიყვარან ხარესაჩი ვარი უნდა დავწერო ამაც მე არავინ არ მიყვარს შენს გარდა ნუ მე მგონი манипуляტორი არის რა ანუ თვითონაც რაღაცა თავს გრძნობს ცუდად რა ამასთან დაკავშირებით და ანუ ამასთან დაკავშირებით რა იმასთან რომ შეიძლება ერთმანეთს გააშორდნენ და მერე კიდე დარჩება მარტო ხო
ხო და მაგაზე გრძნობს თუნდაც თავს და შესაბამისად მე მანიპულატორობს იმითი რომ ვითომ მე შენ მიყვარხარ მარტო ესო და ასე შემდეგ და ეს ვიდეო დივაროთ მანამდე იყო სანამ გაიგებდა იმას რომ ფოტოშოკი არის ესენი გაკეთებული ყველაფერი და ალბათ რო გაიგო ან წარმოიდგინე როგორ გაიგებდა პროსტა აი ალბათ ყველგან გადარეკავდა ვაფშე მეზობლებში პოლიციაში ალბათ 9-ჯერ მივიდა მე კიდე ახლობლებთან 9-ჯერ მივიდოდა და საბოლოოდ მე ვიღაცამ უთხრა ალბათ რომ ეგ ფოტოშოპი არისო არ არის ნამდვილიო და ან შეიძლება კომენტარი წაიკითხა საერთოდ რომელიღაცა გოგოს ან ბიჭის რომ ეგ არის ფოტოშოპი და არ ნამდვილიო და საბოლოოდ მე ალბათ რამდენიმე დღიანი წამების მერე უჩა დამშვიდდებოდა და ნუ რა თქმა უნდა კეთის ну ეს იყო რაც უნდა დაემატებინა და ამის გამო ვიღა თავიდან დავაიდეთო ვიდეო და მე თავიდან ავდივთო კიდე YouTube-ზე. ვარ ნენელა. ანუ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვას ეს გეუბნები. იცოდეთ. ყველანი არიან, გავჩე გადავის. ესე არის ზუსტად. ხოდა თქვენ არ უნდა დაიჯეროთ მაგის. აი ეგ არის, არ უნდა აყვეთ. ვინ მოგცემს ეს მას ბინები რო იგდებოდეს, შედაროს ვინო. აქამ მეღადა. გაიგებ მაგას. ჯუგანელი ვარ მე, ჯუგანელი. ეთი გამოარისავ და მაგას. ეგ არავინ არ იცის ძმაო. ვინ როგორ ჩასო ჩვენ სოფლიო დონეზე ავედით უკვე ჩვენი რეიტინგი და ხალხს უყვარვართ ერთ რამეს გეტყვი და შენ არაფერი არ იცი მე რიარას გადაწყვეტავს და